გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ფეგო და ბეგი, რაღაც მხიარულები მეჩვენებით. დიახ, მართალი ხართ, მე გიმასწავლებ. აუ, ძალიან. აბა მიამბეთ რა ხდება. მე გიმასწავლებელო, ეს დღეები არის საკმაოდ ბევრი ხედავთ, თამაში რამდენიმე ბავშვმაც მიიღო მონაწილეობა. დიახ, რომ დაგვინახეს, რასაც ვაკეთებდით, ბავშვები მოვიდნენ და ბეგოს მიწის ამოთხრაში დაეხმარნენ. აუ, ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, მართლა ძალიან კარგი. რა კარგია? თანაც მოვილაპარაკეთ, რომ ხეებს ერთად დავრგავთ ხოლმე. მე გიმასწავლებელო, ეს ხომ ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ბეგო და ბეგი, მე ვამაყობ თქვენით. გმადლობ, მე გიმასწავლებელო. აუ, რა კარგი შეგრძნება, როცა კეთილ საქმეებს ვაკეთებ. ნამდვილად ასია ბეგო. მოდით ახლა დღევანდელ გაკვეთილს დავუბრუნდეთ. მითხარით, სად ხართ გამოცანა ლექსის მოსასმენად? რა თქმა უნდა, მე გიმასწავლებელო. სიამოვნებით მოგისმენთ, მე გიმასწავლებელო, ეს სიამოვნებით. მაშასე ყურადღება. ბადეს ქსოვს და მწერებს იჭერს. მერე ჭამის დრო მოვა. გონი უნდა გამოიცნოთ. ეს მწერია? ვიხდი? კი. ობობა. ხოჩა, რა თქმა უნდა ობობა. აუ, ნახე ბეგი, პლანშეტზე გამოჩნდა ობობა, ცოტა საშიშად გამოიყურება ვაიმე. აუ, ხო, მართალი ხარ, მეც შემეშინდა ბეგო. ბეგო და ბეგი, ნუ გეშინიათ. ობობები საქართველოში საშიშნი არ არიან. და აბა სად არიან სახიფათონი? აუ, მეც მაინტერესებს. უფრო ისეთ ადგილებში, სადაც უდაბნოა. აუ, ცოტა ამოვისუნთქებეც რა. გასაგებია, მე გიმასწავლებელო. ისე, მე როგორც გაგონილი მაქვს, ობობა თურმე ძალიან ბევრს აშინებს. მეც ასე ვიცი. მართალია ბეგი და ბეგო. აი სწორედ ამიტომაც ობობებისადმი შიშს თავის სახელიც ქვია. მართლა? და რა სახელია? რადა? არაქნოფობია. არაქნოფობია, ცოტა რთულად გამოსათქმელი სიტყვა. ცოტა კი არა, ძალიან რთულია. მოიცადება არაქნოფობია. ნახეთ ბეგო და ბეგი. ფობია ნიშნავს შიშს, ხოლო არაქნო ობობას. გავიგე, მე გიმასწავლებელო, ესე იგი, სხვა სახის შიშსაც, აი ფობია დაემატება, ხო, მაგალითად სიბნელის შიშს. ზუსტად ასეა ბეგო. სიბნელის შიშს ნიქტოფობია ქვია. გასაგებია. ესე იგი, რა საინტერესო სახელწოდებებია, არა ბეგო? საინტერესო არის, მაგრამ ცოტა ხასიათი გამიფუჭდა ახლა მე რა. რატომ ბეგო? რატო და გამახსენდა რომ მეც მაქვს ერთი აი შიში, ანუ აი ფობია და ძალიან მცხენია, მცხენია კი არა, აი მეშინია ახლა, აი რო გაიგოთ რას იფიქრებთ ჩემზე, აი ძალიან მეშინია. კარგი ბეგო რა, რისი გრცხვენია, აი რას ამბობ ახლა? ბეგო, შიშის საერთოდ არ უნდა გრცხვენოდეს. თორემ ის შეიძლება სერიოზულ პრობლემადაც იქცეს. და მე გასაგებია, ასე რომ არ მოხდეს, აი როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ და პირველ რიგში ამის შესახებ თავისუფლად საუბარი უნდა შევძლოთ. მაგალითად დედიკოსთან ან მამიკოსთან. ბეგო, ხედავ ყველაფერი რა მარტივად ყოფილა? გასაგებია. და კიდევ თითქმის ყველა შიშის გადალახვა შესაძლებელია. გასაგებია. აუ, მე გიმასწავლო, მე მოდით ახლა ასე მოვიქცევი რა, ჩემი შიშის, ანუ ფობიის შესახებ თქვენ მოგიყვებით. ჩვენ? დიახ. ბეგო, დარწმუნებული ხარ რომ შენ ეს ნამდვილად გინდა? მე გიმასწავლებელო, მე მგონია რომ ეს ჩემთვის უკეთესი იქნება, ამიტომ აი უნდა ვთქვა, მაგრამ ვაიმე, თურმე ეს საკამაოდ ძნელი ყოფილა. მოდი თუ გინდა ნუ მოყვები, კარგი? ბეგო, ნუ ნერვიულობ, ძალიან გთხოვ რა. არა, ბეგი არ ვინერვიულებ. აი ახლა ვიტყვი, მე მაქვს აი იმის შიში რომ რა ქვია, აი შიერი დავრჩები, აი მაშინაც კი როცა საჭმელს მივირთმევ.
რა და ის მაქვს რა ქვია შიმშილოფობია ვაი ბიგი აუ რა გაცინებს გოგო ვაიმე დამცინის მეგი მაკლებელა არა მართლა არ დაგცინი ბეგო აი მართლა არ დაგცინი ბეგო ძალიან გთხოვ დამშვიდე აქ დასაცინი მართლა არაფერია და არც ბეგი დაგცინის იცი რას ვფიქრობ მე მგონი ეს უბრალოდ შენი ხასიათია და არა შიში შენ ხომ ძალიან გიყვარს ჭამა ჭამა მიყვარს რას ქვია მიყვარს მე გიმასწრებდა გიჟდები ჭამაზე ვაიმე გიჟდები აი მეც ამას ვამბობ სწორედ გასაგებია აუ მე გიმასწრებელო ახლა თქვენ მე ძალიან დამამშვიდეთ რა აუ თქვენ ხართ საუკეთესო მოსწავლებელი მართალი ხარ ბეგო მე გიმასწავლებელი მეც ძალიან მიყვარს ბეგო და ბეგი მეც ძალიან მიყვარხართ მართლაც არაჩვეულებრივები ხართ მოდით ახლა ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ მეგი მასწავლებელო აბა აი გამოჩნდა წარწერა ნახეთ ობობას და ვლარის წარწერა და პირველი და მესამე ასო განსხვავებულად წერია ესე იგი ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ ასო ბგერა ო ყოჩა მე გიმასწავლებელო მე ღირსა თქვენ ხო წინა გადაცემაზე შეპირდით რომ აი ხმოვანი იქნებოდა და ხმოვანია ხმოვანი მართლაც ხმოვანია და შენ ეს ასე ძალიან გაგიხარდა მე გიმასწავლებელო წარმოიდგინეთ ქართული ანბანის 33 ასოდან მხოლოდ 5 ხმოვანი გვაქვს და ჩვენ უკვე მესამე ხმოვანს ვსწავლობთ აი ნახეთ მოусმინეთ რა გარგია ნახეთ ა ი არა რას ქვია გაცინებთ აუ მე გიმასწავლებელო მე ეს კი არ ვერთობი მე ბავშვებმა რო კარგად დაიმახსოვრა იმიტომ ვიცახი და შეიძლება ერთხელაც ვიტყვი რა კარგი ბეგო მოდი კიდევ ერთხელ ჩამოთვალე ხმოვნები ახლავე ახლა მართლაც საკმარისია ბავშვებმა ალბათ დაიმახსოვრეს მეც ასე ვფიქრობ მე გიმასწავლებელო ახლა კი მოდი ჩამოვთვალოთ ის სიტყვები რომლებშიც გვხვდება ასო ბგერა ო დავიწყებ აბა პირველი სიტყვა ფოთოლი ყოჩა კიდევ ქოთანი შესანიშნავია აუ მე გიმასწავლებელო მე ეს ორი ბოსტნეული გამოხსენდა ბოსტნეულშიც ხო უარი ესე იგი უკვე ერთი სიტყვა თქვი ახლა ერთი წამით ბოლოკი დანახეთ კომბოსტო მე სულად ვფიქრობდი რატომ მიყვარს ასე კომბოსტო და თურმე ჩემი საყვარელი ხმოვანი ო სამჯერ არის ამ სიტყვაში გამოყვანილი გამოყენებული ამაგარია და ბავშვებო კომბოსტო არის ძალიან სასარგებლო ბოსტნეული რაც შეიძლება ბევრი ჭამეთ მართალი ხარ ბეგო ყოჩა ისა მე გიმასწავლებელო მე ფრინველებიც გამახსენდა და შეიძლება რომ ვთქვა რა საკვირველია გისმენთ ოფოფი და ხოხობი ძალიან კარგი მე გიმასწავლებელო ბეგი ძალიან გთხოვთ რა ჩემზე არაფერი არ იფიქროთ ცუდი მაგრამ აი ეს ორი ძალიან გემრიელი და ტკბილი სიტყვა გამახსენდა მოусმინეთ აი ორცხობილა და შოკოლადი ორცხობილა შოკოლადი არა ოცნებები კი არა და აი ორცხობილა შოკოლადო წადით აქ და წადით ეხლა მე გაკვეთილი უნდა გაკვეთილზე ვარ დამარების თორიგოს კარგი რადგან გაკვეთილზე ხარ მოდი ვნახოთ როგორ იწერება ასო ბგერა ო აბა მოდი პლანშეტებში აბა ჩახედეთ პლანშეტებს აი ასე ლამაზი მოყვანილობაა ბეგი ძალიან მომეწონა მე ძალიან ლამაზია მართლა ნამდვილად აუ მე გიმასწავლებელო კიდევ ერთხელ გვანახეთ რა ჩვენ ხო ტრადიცია გვაქვს რომ აი ესე ორჯერ უნდა გვანახოთ ხოლმე მოდით აბა დიდი სიამოვნებით ყურადღება აი ასე
მართლაც საკმაოდ აი საკმაოდ არ კაცო ძალიან ლამაზი ასოა ძალიან გეთანხმები ბეგო ძალიან ლამაზი ასობგერა ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონათ ახლა კი დროა ვნახოთ ანიმაცია ობობაზე რა კარგია რა მაგარი არის ახლა მოდი შევხედოთ აბა ჩვენ პლანშეტს და აბა მოდით აბა ობობა ბადეს კერავს თუ მას რომ დადეს მისულას ვინც ბედავს თავს ვერ დააღწევს ობობა მასწავლებელო ძალიან მომეწონა ანიმაცია და სიმღერას და კიდევ აი ობობა რას საყვარლად ქსოვს ამ ქსელს მაგარი არა მომეწონა ძალიან ბეგო ხომ იცი რაც ქვია ობობას ქსელს რა თქმა უნდა ვიცი მეგი მასწავლებელო ობობას ქსელს ქვია ობობას ქსელი ბეგო რას საყვარელი ხარ ობობას ქსელი კი არა ობობას ქსელს ქვია აბლაბუდა გოგო, რაღაცა გეშლება შენ აყლაყუდა ქვია მაღალ, აი საკმაოდ მაღალ ადამიანს. შენ ვერ გაიგე. აყლაყუდა კი არა. აბლაბუდა. აბლაბუდა. რა მაგარი სიტყვა მეგიმასწავლებელო. აბლაბუდა. იცით რა, აი ახლა მე მგონი კიდევ ერთი ლექსი დავწერე მეგიმასწავლებელო. ლექსი? აუ რა კარგია, მიდი რა წაგვიკითხე რა. აბა ყურადღებით გისმენთ.ახლავე ჭერზე არის აბლაბუდა, ობობა ქსოვს, რა თქმა უნდა. კარგია. მომეწონა. მართლაც მშვენიერი ლექსები გამოგდის ბეგო. აუ მეგიმასწავლებელო, ბეგისთან მაქვს ერთი ძალიან პატარა თხოვნა, მაგრამ ამას ჩემთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ბეგო, თხოვე რა უნდა იყოს ასეთი?ახლავე ბეგი შეიძლება რომ დღეს მარტო მე წავიმღერო ობობაზე სიმღერა შეიძლება? რა თქმა უნდა, ბეგო, სიამოვნებით მოგისმენ, დიდი სიამოვნებით. ძალიან საინტერესოა, აბა. ობობა ბოდეს კერავს სტუმარს რომ დახვდეს დუხ მისვლას ვინც ბედავს თავს ვერ დააღწევს ბუმ ობობა ბეგო მინდა გითხრა რომ შენ უკვე მართლა კარგად გამოგდის სიმღერა. აუ დიდი მადლობა რა ბეგი მართალია. ბევრად უკეთ მღერი ბეგო. მადლობა ბეგი მასწავლებელო დიდი მადლობა. აუ ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის, იმიტომ რომ დღეს გავიგე აი ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა რომ შიშის გადალახვა თუ გინდა პირველ რიგში მისცი გაჟღერების არ უნდა გწვენოდეს. მართალი ხარ ბეგო. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამის შესახებ დედიკოს და მამიკოს მოვუყვეთ. ბეგო, ხომ ხედავ ყველაფერი რა მარტივად ყოფილა რა. ნამდვილად მარტივია ყველაფერი. ბეგო და ბეგი, ძალიან მიხარია რომ ასეთი გონიერები ხართ. აუ, მეგიმასწავლებელო, სანამ გადავიცი ხა უნდა თქვა რომ აი გადაცემი დაფასულს მოახდა. კი, აი ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან რა. პატარა თხოვნა არის ესეც ხო, აი ბეგის თხოვნა ხა თქვენ. ყურადღებით გისმენ აბა. აი ეს სამი ხმოვანი თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ბავშვებიც კიდევ უფრო კარგად დაიმახსოვრებენ გეხოცებით რა. კარგი ბეგო. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ ჩამოთვალე. ბავშვებო მოусმინეთ ნახეთ. როგორ? აუ, აღარ მინდა მეტი და კი.
კარგით. ახლა კი ნამდვილად დამშვიდობების დრო მოვიდა. მაგრამ მე გიმასწავლებელო, აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადრე, აი, დამშვიდობება რაღაც რომ არ მიყვარდა ხოლმე და დღეს უკვე ვიცი, რომ სამაგიეროდ ბავშვებთან ძალიან მალე ახალი ძალიან საინტერესო და მაგარი გადაცემით დავბრუნდებით, ამიტომ თავისი რაღაცა დადებითი ამას აქვს. ნამდვილად. მართალი ხარ. აბა, კარგად იყავით ბავშვებო, აუ, მოიცა ბეგი, შეახსენე ბავშვებს საგნას შევიდნენ უკაცრავად მე. ბავშვებო, მე კი შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შედით საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი თამაშები გელოდებათ. ახლა უკვე შემიძლია გითხრათ ბავშვებო, აბა, კარგად იყავით ბავშვებო. ბედნიერად. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის ხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი, რომ გადავცუროთ სხვა. ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე. სადეშვება? როცა იძინებს ღამე, მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით. მერე უნდა გავაფერადოთ. ორას გავაფერადოთ. მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი? ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი, რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი, ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს. ანიმაციებით გაგვართობს. მაგარი ანიმაციებს ნახავთ. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. ბეგი, იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რაღაცას. რა მაგარია, ბეკო, როგორ მიხარია.